ჩვენ ახლა ვიმყოფებით რუსთავის ციხესიმაგრის ტერიტორიაზე არსებული შუა საუკუნეების სასახლეზე, რომლის გათხრებით ჩვენ დავიწყეთ ამ ზაფხულს და ამ ხანგრძლივი არც თუ ისე მცირე პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს. თუმცა აქვე აღნიშნავ, რომ ჯერჯერობით სამუშაოები დასრულებული არ არის, კვლავ სამუშაო პროცესში ვართ. მაგრამ მოპოვებული მასალები ძალიან მნიშვნელოვანია უკვე მომავალში, როცა კამერალურად დამუშავებ და კიდევ უფრო ბევრი მონაცემი გვექნება. მაგრამ ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ რამოდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გვაქვს, რომელიც არა მხოლოდ რუსთავის ისტორიას, არამედ საქართველოს არქეოლოგიას და განსაკუთრებით სამხედრო ისტორიით დაინტერესებულ მკვლევარებს ძალიან წაადგებათ. კერძოდ, მოგეხსენებათ, რომ ეს სასახლე შედგებოდა დაახლოებით 2 სართულიანია და თითო სართულზე 7 ოთახს მოიცავდა. ამ ეტაპზე ჩვენ ინტენსიური სამუშაოები გვაქვს ეგრეთ წოდებულ მე-6 ოთახში და ეს ყველაფერი, რაც არის აღმოჩენილი, მომდინარეობს ამ ოთახიდან. კერძოდ, როგორც უკვე აღნიშნე, მრავალრიცხოვან თიხის ჭურჭელთან ერთად აქ ჩვენ მოვიპოვეთ მე-11 საუკუნით დათარიღებული რკინის მუზარადი თავისი ზარადით და სულ რამოდენიმე დღე არის მასთან ახლო ასევე აღმოჩნდა რკინის ჯაჭვებისგან შედგენილი აბჯარი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. ამ პერიოდის მუზარადები განათხარ ძეგლებზე ჩვენ საქართველოში თითქმის არ გვაქვს ამ ტიპის. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს არის ჯერჯერობით ერთადერთი, როგორც საქართველოში, ასევე ამიერკავკასიის მასშტაბით. მოგეხსენებათ, ეს უკვე რასაც ნიშნავს.